25-26 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. კერძოდ რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ მორიგ ჯერზე დასვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი რთული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა, რითაც ჩაშალეს მოლაპარაკებები.